საწოლო ოთახში, ცოლქმრის საწოლო ოთახშიო დაიკიდოს თუ არა ისაო ხატებიო. აბა ვინ იტყვის? დაიკიდოს თუ არა? არ უნდა დაიკიდოს. მოძღვრები ასე ასწავლიან, ხო? მართალი არიან თუ არა მოძღვრები, როდესაც უშლიან ცოლქმარს საწოლო ოთახში ხატების დაკიდებას. ეშლება თუ არა მოძღვრებს. ყველა მოძღვარი უშლის თუ არა? თუ ზოგიერთი არ უშლის. მე ვინ შემხედრია ყველა უშლის. შენ გიშლია პირადად? არა, მე არა, სხვებს უშლიან. მეც რო უშლი თუ იცი? და რა შემთხვევაში უშლი? მე და რა შემთხვევაში კიდე არ უშლი. ესაა გასარკვევი. თუ ცოლქმარი თავის წმიდა სანთიობოს, ხო ასე ქვია სანთიობო ცოლქმრის საწოლო ოთახს სიბინძურისკერად გადააქცევს, გარყვნილებისკერად გადააქცევს, უშრობისკერად გარყვნილების და წმიდა საქმეს შვილის ჩასახვისა გარყვნილების საქმედ გადააქცევს, ცხადია თვითონ არ მოვა, ეხა ხატი დაიკიდე თუნდაც ხატს გაეცლება ის მადლი გაეცლება თვითონ იესო ქრისტე ხატი დახუჭავს თვალებს არ დაინახავს ის უშრობას და გარყვნილებას ხო მართალია მაგრამ კაცო არ გახსოვთ როგორ ჯვარი დაიწერათ როგორ ილოცება საწოლი შეუგინებელი და ცოლქრობის საიდუმლო რო ამბობთ ახლა აქ ცოლქრობის საიდუმლო ძალიან რთულია მაგრამ შვილის გაჩენის საიდუმლო არ არის შვილის ჩასახის საიდუმლო არ არის მითხარით ადამიანის ამ ქვეყნად გაჩენა ეს ბინძურის საქმეა მითხარით ღმერთმა რო შექმნა ადამი და ევა და გამრავლდითო ეს ლოცვა-კურთხევა არ იყო კეთილი ჰა მითხარით რაიმე უკეთური საქმე გააკეთეთ და ისე გამრავლდით უთხრა ჰა რას გაიზლურსე თუ იცი მითხარით ერთი ადამიანის გაჩენა და ჩასახვა თუ ხორბლის დათესვა წმინდა საქმედ ითვლება და რაღაცელი რიტუალი ტარდება ლოცვით ტარდება ადამიანის ჩასახვა რატო ითვლება ბინძურ და გარყვნილ საქმედ რომ ღმერთი იქა და მოწვა გაუშვათ ახლა წარმოვიდგინოთ ესე იგი რადგანაც ჩვენ გვიდება იქა და არ გვინდა რომ ღმერთი იქ იყოს მაშინ წეღან ვილაპარაკეთ რომ ღმერთი ყველგან არისო მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ეშმაკიც არსებობს მელეთიც არსებობს და რა თქმა უნდა ვივარაუდოთ რომ არსებობს სიჭარბე გარკვეულ ადგილებში ნათლისა და ნაგლულოვნება მელეთისა და ასევე ჯოჯოხეთში სიჭარბეა მელეთისა და ცირია ნათელი იქა ხო მაგრამ მაინც არის ნათელი ხო გახსოვთ შთა თუ ხდე ჯოჯოხეთად ახლოს ვეხარო ხო და როგორ ახლა კიდე მოვიწრა ასე მოვდი ადამიანის ჩასახვა ხო ადამიანის ჩასახვა კაცო ბოროტი საქმეა და წარმოვიდგინოთ ღმერთს ვეუბნებით არ მინდიხარ ღმერთო ეხლა მე გარყვნილება უნდა ჩავიდინო რაღაცა ისეთ საქმე უნდა ჩავიდინო და გავაკეთო შვილის ჩასახვის საქმე სადაც შენ არ მინდა რომ იყო ჩამოხსენით ხატები არ გვინდა აქ და იქ სადაც უკვე ერთი ჩვენ თვითონ ჩვენი ნებით გავიყვანეთ საიდანაც და სადაც უკვე მოაკლდება ღმერთის ნათელი ბუნებრივად იქ რა იჭარბს ნელი და ეშმაკები მოვლენი და რატო ხდება აქ ძალა მაშინ კაცო ისე ვარ გითხარი ეს შენზე არ არის მე კი არ აგიგზალე და მე დაგლოცე როცა ჯვარი დაგწერე დავლოცე შენი საწოლი შენი მეუღლეობა შენი შვილერება შვილის გაჩენა ხო დაილოცა ჯვრის წერის დროს და რატო აქციე ეს გარყვნილების საქმეთ
შვილის ჩასახვის საქმე არის შვილის ჩასახვის საქმე და არა ყოველდღიური ნებიანი ისა რა ქვია საწოლი. არ არის განსხვავება. იცით ასეთი სახელი გაგიგიათ აშდოდი. არ გაგიგიათ. ტობიას ამბავი გაგიგიათ ისა ბიბლიიდან. ერთმა წავიკითხო კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ეხსიერება მღალავს. ტობიას ამბავი ახლა თავიდან ბოლომდე დიდი მოსაყოლია. არა ულამაზესი ამბავია, ხო? ერთი მდიდარი კაცი, ერთი მშობილი კაცი, როგორ ღვთის განგებულებით აბრმავდა, გატაკდა და მისი შვილი დარჩა დაუქორწინებელი, რადგანაც ღარიბი და ღატაკი არავის არ უნდა. და როგორ გამოეცხადა ამათ, როგორ გამოეცხადა მათთვის რა თქმა უნდა გაუცნობიერებლად თავარანგელოზი. რომელი თავარანგელოზი იყო? მამაო, აბა ვინი? რომელი თავარანგელოზი იყო ეს? აი მოგზაურთა ისა შემწე რომელი არის? რაფაელი გამოეცხადა ალბათ? ხო, ვითარცა ტობიასო, ხო, ეუბნებით იქა. რო წინა უღოდიო. ხო? ერთი წუთი წაუძღვა ეს რაღაც საქმეზე წავიდა და გამოდიო ახლა შენო მე უნდა დაგაქორწინო უთხრა ტობიას. ესე ჭაბუკის სახით გამოეცხადა ხო ანგელოზი. ო კარგი იქნება რომ დამაქორწინო, მაგრამ ვის სჭირდებიო მე? არა მე ახლა ვიზრუნებ შენ და დაგაქორწინებო. აი მდიდარი კაცი ხო იცი ის კაი ხალი რო ყავსო ახალგაზრდაო გასათხოვარია. ის უნდა გაგაყოლო შენ ცოლათო და იმაზე უნდა დაგაქორწინო. შეშინდა ეს ხო გახსოვთ? ვაიმეო კაცო, მაგაზე ისეთ რამეს ყვებიანო რომ ის თურმე პირველ ღამესვე ვინც სიძე რო შედის იქა პირველი ღამის დროს სიძე კვდება თურმე. დილით ახლობენ გვდას. უმდიდრესი კაცია ის თურმე ამ ქალის მამა და უამრავი უზარმაზარი ქონებას აძლევს მზითებში და ამიტომ დახარჯდებიან ხოლმე რა თქმა უნდა რომ აბა ისა მეორე სიძეც ასევე რომელიც დაქორწინდა პირველ ღამეს მოგდა, მესამეს მოგდა, გონი მეოთხეს მოგდა და აი მე რამე შეიძლება უკაცო მეც რომ მოგდეო იქ როგორ მიყავარო და გახსოვთ ამარა უთხრა შენო მე დამიჯერე მე რასაც გეტყვი ისე გააკეთეო და აი ნახეთ როგორ კარგად წარიმართება საქმეო. და რა უთხრა რა სწავლა? აი ეს უთხრა იქ შეჩენილი არისო ბოროტის სული აშდოდიო. და ის კლავს ამ სასიძოებს. შენო იქო რომ მიხვალო. ადეხი და ილოცო. ინდროს. და ლოცვის დროს ხადია შენ რომ ლოცვით ღმერთს მოუხმობ და ღმერთთან გვაქვს ურთიერთობა და ღმერთს რო ესაუბრები ღმერთი იქვე არ მოვა. და სადაც ღმერთი მოვა რა გააჭერებს აშდოდი იყოს უნდა ბაშდოდი. წავა იქედან ის. და ქორწილის ღამე ღვთის შეწევნით საღვთო წარემართება. მიდა წარემართება. შვილის ჩასახვა საღვთო წარემართება. ხო მართალია. ასწავლას. კარგია ამას გული მოეცა და მივიდნენ. ესტუმრენ ამ ოჯახს. ურმარლიც გაიმართა და კიდევაც უთხრა ამ კაცმა, იმან თავარ ანგელოზმა მასპინძელს რომ აი ესე მინდა რომ ჩვენ გვინდა რომ შენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ და დავაქორწინოთო. შეწუხდა ეს კაცო რა ვქნაო ასეთი ამბავიაო უთხრა ალალად პატიოსნად იმ კაცმა ასე ემართებათო და შენ თქვენ ახლა როგორ გითხრათო ახლა მაგაზე შენ უდარდოფო ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთო ისე რომ ყველაფერი კარგად იქნებაო. რა ქნას ახლა ცალკე კი უხარია იქნება ამჯერად მაინც კეთილად წარიმართოს ჩემი შვილის საქმეო მაგრამ თანაც რო იცის რომ ამდენი სიძე მოუგდა შეწუხებულია ეს კაცი და იმ ღამეს გათხარა საფლავი შემდეგი სიძისთვის გამზადა უკვე რომ აი ფიქრობს რომ რა ქნა ხა ჭანდაბას ჩემი თავი თუ გამოვიდა თუ არა როგორც ხვები დამარხე ისე დაგძალა ამას. ახლა ასრასება რა თქმა უნდა დაუჯერა კეთილჩევას და ილოცა ცოლქმრული ურთიერთობის წინ მან ილოცა ღმერთს მიმართა
შეწევნას თხოვა. ღმერთო დამლოცე, ღმერთო მოდი. შენგან არის ეს ლოცვა-კურთხევა გამრავლდითო და გამრავლების ადამიანის გამრავლების წესი ყველაფერი შენგან არის და მოდი ღმერთო და განგვაშორე ახლა აქედან ბოროტი ძალა. და იმ დროს მანდამაინც ხატები არ იყო როგორც ჩანს. ხო და ხატები არ ქონდათ იქ ჩამოკიდებული, მაგრამ ხო ილოსა და თავად უფალი მოდის. თავად უფალი მოვიდა და აშდოდე სადღაც კისრტეხით გაიცეოდა. დაიწებოდა და ორთქლდებოდა. და ამათი ქორწილის ღამე კეთილად საღვთოდ წმინდა წარემართა და მეორე დღეს გავზადებული რო ხოდა სამარე მამამის კაცი გამოვიდა გახარებული და ბედნიერი. და დიდი ქორწილიც გამართეს, ზარმაზარი ქონებაც გამოატანეს და ამის ოჯახში სიხარული იყო და ბოლოს ის ანგელოზიც გამოჟღავნდა და უთხრა აი მე ესავარო და კიდე რაცა იმ კაცსაც მამას თვალები აეხილა ხო გახსოვთ ეს ყველა. ახლა გეკითხები თქვენ მე როგორ ჯობია ცოლ-ქმარმა თუ უნდათ ბედნიერება რომ დედამიწაზე ღვთისგან მრავლდებოდეს ღვთის დალოცვით მრავლდებოდეს ადამიანები თუ ვიღაც აშდოდეები მოვიპატიჟოთ საწოლო ოთახში და იმათ ცოტა სიმბოლურადაც რო გავიაზროთ ეს ამბავი, როცა ჩვენ ღმერთს დევნით ოთახიდან ცხადია მოდის აშდოდე და გინდა მოუკლავ ხარ იმას ყველი გამოუწვია და გინდა ცოცხალი დარჩენილი ხარ ფიზიკურად სულიერად შენ ღმერთის მოვალატე ხარ შენ წმინდა საიდუმლო წმინდა საქმე ქორწინებისა შერყვენი გარყვენი შეურაცხყოფა რადგანაც ეს აქცია მხოლოდ ხორციელ სიამონებად ეს საქმე და შვილის მერე გაშინდება ხოლმე ეს სხვათა შორის და ვაი მე მგონი დავქორწინდიო თუ დაურსულდი მგონიო ასე არ უნდა იყოს ეს ყველაფერი სერიოზული საქმეა კაცი უნდა დაიბადოს ჩაისახოს და ეს ლოცვით უნდა მოხდეს ბერებშიც ვიცით ბერული ცხოვრებიდან მგონი საბა გაწმენდილი იყო ხო როგორც ჩანს დედა მისი და მშობლები იყვნენ ნათელი სულები რომ ისაო დედისგან ვიცით რომ როცა ჩასახვა მოხდა მისიო ციდან ვარსკვლავი იხილა მოწყვეტილი როგორ შევიდა მის იმაში საშილოსნაში ჰა ხო არის ეს დიდი ნათელი და როგორ შეიძლება რომ ეს საქმე უხთო საქმეთ გამოვაცხადოთ და აი ამითი სწორედ ამითი უღუპავთ ერთს რადგან ყველაზე მთავარ საქმეს უხთოთ ვაკეთებ და მე ჩასახვის დროს პირველივე შემობიჯებისას ამ წუთისოფელში ხორციელში სულის გაჩენისთანავე გაჩენას თუ ბილწითაც მოხდა მე რანაირად უნდა წარემართოს იმის ხო მართალი არა ვარ რაიმე სასწაულს ვამბობ ნათელზე ნათელი არ არის ეს ახალ დაქორწინებულებო მიუდგებით აწიასე ჩათვლით თქვენს უღლეობას უწმინდურ საქმედ და უღმერთო საქმედ და ამას ისე წარმართავთ რომ აბა ღმერთო ეხლა გაიხედე იქეთ ეხლა ჩვენ უწმინდური საქმე უნდა ჩავატაროთ და შენ გადია ახლა და აბა ეშმაკებო ეხლა თქვენს გასახარ საქმეს ვაკეთებ და მოგზანდითო მითხარით ერთი და მართლაც მე ვართ ასე დაწყევლილები ვართ რამე თუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვამე დედამანჩემ ეს სიტყვები ხო უბრალო არ არის რატომ უნდა მიუდგეს ერთმანეთს ცოლ-ქმარი უსჯულოებად და ცოდვილიანად მითხარით მას ჯვრის წერა რატო ტარდება რატომ დალოცა ღმერთმა გამრავლდით კაცი შეეყოს სოლსთვისო და იყვნენ ერთ ხორცს რატო მაშინ რატო ილოცება ეს აჰა ეს საქმე